მაინც მოქმედი ჩემპიონისთვის, იმიტომ რომ კულაში მისდევენ საჩემპიონო მარათონში და დინამოს ჯერჯერობით უპირატესობა ჰქონდა ამ მატჩამდეც. როგორც წლებში ეს ორივე გუნდი არაერთ ტიტულს დაეუფლა, კარგად შევიდა საჯარიმოში, კვარცხალა და გადარჩა. კიდევ გადაამატებს, მოკლედ მასპინძელ გუნდს დაახლოებით 5 წუთი აქვს. დანარჩენი როგორ გამოიყენებენ, ეს უკვე მათი საზრუნავია. კვარცხალა რთული მისია, მაგრამ არა შეუსრულებელი. ნახოთ რამდენად შეძლებენ ისინი ამის გაკეთებას. კვარცხალა კარგად თამაშობს, პასი საჯარიმოში, დარტყმამდე თუ მიიყვანენ საქმეს, არა. სექტემბერს 20 საათზე დაიწყება ეს შეხვედრა და დინამო თბილისი იქნება მასპინძელი. კოლხეთი 1913, შემდეგი შეხვედრა არის რა თქმა უნდა ანგარიშის შენარჩუნება და ქულისთვის ბრძოლა, რაც იბერიას წინააღმდეგ მარტივი არასდროს არ არის, მით უმეტეს სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში. დაიკავეს ის სახიფათო ზონები, კვლავ საჯარიმოს გარშემო ტრიალებენ და მაქსიმალურად ცდილობენ რომ მარცხნივ დადიანი და გადაიტანეს კიდევ უფრო მეტად ფლანგისკენ. შემდეგ ცენტრში შემოწევა და გრძელდება იბერიელთა შეტევა. ჯგერენაია, დანიელ კვარცხალა, კვერეჭხილაძე შეიძლება ჩაწოდება. არის იბერიელების ბოლო მცდელობა, უდაოდ შეგვიძლია ვთქვათ დღევანდელ შეხვედრაში. კვარცხალა მარცხენა ფლანგიდან ძალიან კარგად ახერხებს საჯარიმოს შესვლას. კობახიძე დაემატება რა თქმა უნდა გარკვეული დრო, სადღაც 3-4 წუთი მეორე ტაიმს პლუს ეს 12 არასრული წუთი რაც რჩება ჯერ კიდევ სათამაშო. დანიელ კვარცხალა გავიდა თითქმის გაგზავნა ბურთი მეტოქის ნახევრისკენ გიორგი ტაბატაძე. იზინა ლაგეიშვილი. ზე ვიღარ ხედავთ მას აუტის ხასთან, აქ იბერიელები აგრძელებენ ამ იერის ძალიან საფრთხე. ისეთ საფრთხე მომენტებს აღარ აქმნევინებენ და მიუხედავად კაცნაკულობისა, კარგად უმკლავდებიან მეტოქის შეტევებს. აი კიდევ ფაქტია რომ ეს ორი გუნდი იგივე ევროტურნირებში შორის ცდილობენ მაქსიმალურად თავის წარმოჩენას. აქ აბატაძის გადაცემა და კიდევ ერთი გოლი ამ შემთხვევაში ართulis თამაში გრძელდება, მაგრამ ვარი არის და თუ რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, შემდეგ იმ ეპიზოდს დაუბრუნდებით. იქამდე იბერია უტევს დორასო კლასი. შემდეგ ამირო ძაგანია. გათავისუფლება მოახერხა დედაქალაქურმა გუნდმა ძალიან მალევე და ძალიან სწრაფადვე და ამ გოლში უდიდესი როლი რა თქმა უნდა ლუკას ლაგაძემ შეასრულა საბოლოოდ. აქ შეიძლება იბერიას შეექმნას ძალიან კარგი საგოლე ეპიზოდი. დანიელ კვარცხალა ყურადღების ცენტრში მარცხენა ფლანგიდან დარტყმა კარისკენ და ნოდარ ყალიჩავა. ჯგერენაია წაიღო ბურთი ფლანგისაკენ. ჩაწოდება საჯარიმოში. კარდავა გობულაძე კვარცხალა გაიგდო ბურთი ფლანგისაკენ კუთხური. ხერხის ბურთის მოპოვება მამაგეიშვილი. კვარცხალა მარცხენა ფლანგიდან შევიდა ფაქტობრივად საჯარიმოში, ჩააწოდა და აღმოჩნდა სეზონის ბოლოს ეს არაერთხელ გვითქვამს მეც და ჩემს კოლეგებსაც ეროვნული ლიგის ამ ფორმატის ფარგლებში დარტყმა და ამ ბურთს გუჩაძე კვარცხალა მარცხენა ფლანგიდან და ერთი სრული შეტევისთვის ჯერ დრო რჩება. ალბათ შემოიწია სიღრმისკენ კვარცხალა, ეს პასი ზუსტია, ძალიან ჯანჯღავა გოგნაძე და ძალიან კარგად თამაშობს აქ დანიელ კვარცხალა. მე მამაგეიჩგერენაია ფლანგზე გადაიტანა კვარცხალა იბერია 1999 ორის ფეხბურთელი, რომელიც თავარგუნში თამაშობს ხოლმე. კუთხური გამოიმძლია ყოველს დამარცხება. ამის ნათელი მაგალითია აგერ პირველზეა იბერია 1999, მეათეზე ფოთის კოლხეთი 1913 დაფარული მანძილით, დაფარული პოზიციებით, ყველაზე მეტი მაჩვენებელიც ჰქონდეს მთელი მატჩია ყველგან არის. ჩაწოდება საჯარიმოში მაქსიმალურად ასათვისებელი, რადგან იბერია მოიპოვა საკმაოდ დიდი უპირატესობა რიცხობრივი კუთხით. თან მთელი მეორე ტაიმი წინ არის და გეიშვილი კარგი ჩანაფიქრი, გავიდა ეს პასი, ზოხურის ჩაწოდება, მეორე სართულზე კვარცხალა თამაშობს და მიმდინარეობს და შეგვიძლია ვთქვათ რომ ბათუმელები ახერხებენ იმ მიზნის ასრულებას ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, რაც ამ მოცემულობამ ზრდიან, ასე ვთქვათ, წნეხს. ბათუმელთა კართან 9 დარტყმა კარისკენ. ვარმა ჯერ იყო და წითელი ბარათის ეპიზოდი და მეორე ეპიზოდში უკვე გოლი გაუქმდა, ასე რომ ნახოთ აქ ჩაწოდება. კობახიძე თამაშობს კარგად და იგი არაერთი გაიტანა გამოცდილმა ფორვარდმა და სულ სეზონში ამ შემთხვევაში
ცვლილებაზე შემოვიჩენი მოთამაშეები ბათუმელთა მხრიდან უშუალოდ საჯარიმოსთან არიან განლაგებულნი. კვარცხავა თავიდანვე აქტიურად ჩაერთო 19 ნომერით